ამ წავლებმა შეიძლება ფეხზე არ დაგვაყენოს, მაგრამ იმის ძალას მაინც შეგვინარჩუნებს, რომ ჭამა შევძლოთ ჩვენით გადავტრიალდეთ რამე. ჩემ მშობლებს უწევთ ძალიან ბევრჯერ ადგომა ჩემი გულისთვის, რომ დამეხმარონ გადატრიალებაში. ამ წავლებმა იქნება მაგის ძალა მაინც მოგცეს. ეს მდგომარეობა შეგვინარჩუნოს. მშობლებს ყოველ აქციაზე უწევთ მისვლა. ხამეების თენება რამდენად ძნელია, რომ ესეთი ბავშვი ყავს და კიდე ხამეების თენება გიწევს. ვიცი უკვე რომ რამოდენიმე პრეპარატი გამოვიდა, მაგალითად ვამოლონი და ჯივინოსტატი, რომელიც უკვე ამერიკაშიც დამტკიცდა, ევროპამაც დამტკიცა, ყველა ასაკზე მიდის, ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმაც დამტკიცა და დეფლაზაკორზე ბევრად ნაკლები უკუჩვენებები აქვს, როგორც ვიცი. დიდ დიუშანის პაციენტებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და ცხოვრებას გააუმჯობესებს. და ვინც ეტლში არ ზის, გადაუადებს ეტლში ჩაცდომას და კუნთებს შეუნარჩუნებს. ქრისტე ამბობს, რომ თუ შეეწიეთ ერთ-ერთ ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე შემეწევით. ვინც აღასრულებს ღვთისნებას და ირწმუნებს, რომ იესო ქრისტე არის მისი ხსნელი, ის ცხონდება. ნუ იფიქრებთ მარტო ამ ქვეყნიურ ფუფუნებაზე და სიმდიდრეზე. დაეხმარეთ ამ ბავშვებს. მიეცით წამალი, აღასრულებთ ღვთისნება. ეს ბავშვები იმხელად ტკივილს გადიან, ვერც კი წარმოიდგენ თქვენ ალბათ. ისინი უბრალოდ ყველანაირად ცდილობენ, რომ არ გაჩვენონ ეს ტკივილი. მათ თუ დაეხმარეთ და წამლები შემოუტანეთ, ღმერთსაც გაახარებთ, მშობლებსაც და რა თქმა უნდა ბავშვებს, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივდებათ. წამალი ბავშვებს!